ორშაბათს 15 დეკემბერს დილით ურანისა და პლუტონის ზუსტი კვადრატი. 17 დეკემბერს მერკური ცხისრქაში გადადის. 18-ში ნაშუადღებს მერკურისა და ლილიტის ტრინი. 20 დეკემბერს დილით მერკურისა და ნეპტუნის სექსტილი. საღამოსკენ კი ვენერა ურანის კვადრატი, ხოლო დღის ბოლოს ვენერასა და პლუტონის შეერთება. 21-ში თითქმის კვირის დადგომისთანავე მარსისა და ურანის სექსტილი ირთვება. ამავე დღეს საღამოთი ბერძის 12 გრადუსსა და 34 მინუტზე ურანი დირექტული გახდება, ხოლო გვიანღამით მზე თხისრქაში გადავა. მომავალი კვირა არაერთი მწვავე პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენით იქნება გამორჩეული. ორშაბათი დღე ტრადიციულად მძიმედ ითვლება, ამ კვირაშიც პირველივე დღე არც თუ იოლი აღმოჩნდება. ბევრ ჩვენგანს ალბათ დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება, რათა დაძაბულობას და კონფლიქტებს გაუმკლავდეს. სჯობს მზად ვიყოთ უკვე დაგეგმილ საქმეებში კორექტივების სიტუაციისამებრ შესატანად. ეს გავლენა შესაძლოა კვირას ეკოთ გახვეს, თუმცა თანდათან ის უსწრდება. ოთხშაბათს ნუ დაგეგმავთ რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებას. თქვენი ნათქვამი, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, სმენლის გულისყურამდე მაინც ვერ მიაღწევს და ფუჭად დარჩება. აი შაბათს კი დღის მანძილზე ინტუიცია ძლიერდება და ყველაზე წვრილმან დეტალსაც ყურადღება მიექცევა. არაა გამორიცხული რაღაც დაფარულით შეიტყოთ, მაგრამ ამავე დროს იზრდება წყენის ალბათობაც. ფინანსური თვალსაზრისითაც შაბათი რთული დღეა. არაპრაქტიკული, ექსტრავაგანტული ხარჯების გამო თითქოს ყველაფერი ბეჭდზე ჰკიდია, ხოლო ძალზე გონიერ ქმედება შეუძლია საქმე სასიკეთოდ წაიყვანოს. ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევას. საღამოსკენ სავარაუდოდ ძალების მოზღვავებას და სექსუალურ ტოლვას იგრძნობთ. ყურადღება მიაქციეთ პარასკევის შაბათის ღამის სიზმრებს. კვირადილას გათენებისთანავე ახალი, ძალზე საინტერესო იდეა შეიძლება გესტუმროთ, რომელიც თქვენ ბიზნეს საქმიანობას საკმაოდ წაადგება. თამამად შეიტანეთ სასიამოვნო ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში. მაგალითად, კარგი დღეა როგორც ახალი ტექნიკის, ისე ახალი მეგობრების შესაძენად, საზოგადოებრივ პროცესებში ჩასართვლად. კვირას ღამით მზე ნიშანს შეიცვლის და ორშაბათიდან უკვე თხისრქის ზოდიაქოში ამოწყინდება, მაგრამ ამაზე ცალკე გესაუბრებით. წარმატებულ შვიდ დღეს გისურვებთ.